მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გავიდა ძალიან დიდი ხანი, რაც ერთმანეთს არ შევხვედრივართ. ვაგრძელებ მე ჩემ პოდკასტს, სამწუხაროდ დაემთხვა ისე, რომ აღვადგინე პოდკასტი, ჩვენი უწმინდესი გარდაიცვალა. მე ამასთან დაკავშირებით რაღაცა პატარ-პატარა მოვლენები მოხდა და ამის გამო გაჩერებული ვიყავი და ეხლა ისევე განვაახლე რაღაც საუბრები და დღესაც ვისაუბრებთ დავიწყებ პატრიარქიდან, მე გავაგრძელებ ახალი პატრიარქის არჩევებით და შიგადაშიგ კიდევ რაღაცებს ჩავრთავ. ასე რომ ვისაც არ ყავართ გამოწერილი, გთხოვთ გამომიწეროთ TikTok-ზე, YouTube-ზე, Facebook-ზე და რა ვიმეგობროთ რა. კარგი იქნება ეს. რაღაც აზრებს გავცვლით ხოლმე. რა თქმა უნდა, კულტურულ ფარგლებში და გონი დღესდღეობით გვჭირდება რაღაც საუბრები ერთმანეთთან, ოღონდ ჯანსაღი. არა ისეთი შენ კოცო, შენ ნაცო და ასე შემდეგ. ესეთი არა. აი ჯანსაღი საუბრები და მე ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ვიყო ძალიან ობიექტური. ობიექტური ერთ მხარეს არა მხოლოდ, მეორე მხარესაც. და მესამე მხარესაც და საერთოდ რამდენი მხარეც არსებობს ყველა მხარეს. მოკლედ დავიწყოთ ჩემი პოდკასტი, გავაახლოთ და იმედი მაქვს რომ მიაქტიურებთ, გვერდში დამიდგებით როგორც აქამდე და საინტერესო თემებს განვიხილავთ ჩემი აზრით. მოკლედ მე ვფიქრობ, რაც შეეხება პატრიარქს, მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრმა ილაპარაკა, ძალიან ბევრი გადაცემები მიუძღვნეს, ძალიან დიდი დრო დაუთმეს. მადლობა ღმერთს ჩვენი პატრიარქის გარდაცვალებას და მის ზოგადად ცხოვრებას, ძალიან ბევრი სატელევიზიო გადაცემაც იყო ამასთან დაკავშირებით, ბევრი რესპონდენტები იყვნენ და ძალიან ბევრმა ილაპარაკა და ისაუბრა ძალიან დადებითად და ძალიან ემოციურად ჩვენი პატრიარქის მიმართ. რისთვისაც თითოეულ მათგანს მინდა რომ მადლობა გადაუხადო და ალბათ გავა რაღაცა პერიოდი, როცა ქართველი ხალხი მართლა მიხვდება თუ რაოდენ სათნო ადამიანთან გქონდა საქმე. ასევე მინდა შევეხო ახალ პატრიარქს და ვთქვა რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან ღირსეული არჩევანი გააკეთა ჩვენმა წმინდა სინოდმა, თუნდაც იმიტომ რომ ახალგაზრდა კაცია, ძალიან სათნო კაცია, ესე ერთი შეხედვით. 10 წლის განმავლობაში ემსახურა ჩვენ პატრიარქს, როგორც ღირსეულმა სასულიერო პირმა და ბევრისგან გაგვიგია და გვსმენია ეს და ძალიან კარგია ის, რომ ახალგაზრდა კაცს ძალიან ბევრი წლები აქვს წინ იმისთვის, რომ ბევრი კარგი საქმე აკეთოს. და ეს არის ასაკის ძალიან დიდი პრივილეგია, როცა ახალგაზრდა ხარ და ჩვენ ვიცით, რომ ილია მეორე თითქმის 50 წელი იყო საქართველოს პატრიარქი, იმიტომ რომ თვითონაც ახალგაზრდა გახდა საქართველოს პატრიარქი და ჰქონდა იმის დრო და საშუალება, რომ ამდენი წელი ღირსეულად ეტარებინა ეს ჯვარი. რა პერიოდში მოუწია პატრიარქს პატრიარქობა, ეს კიდე ცალკე საკითხია და ცალკე თემაა და როგორ სირთულეებთან იყო დაკავშირებული მისი პატრიარქობა და სამი ომი და სამოქალაქო ომი და მილიონი რაღაცა ისეთი რისი უშუალოდ
გადავლა მოუწია მის კისერზე ბევრ რამეს და ამის და მიუხედავად მან შეძლო და მოახერხა ის, რომ აი ამდენ ადამიანს, ამდენ ხალხს შეაყვარა თავი ისე, როგორც უყვარდათ. ამასაც დიდი ღვაწლი სჭირდება, რომ უბრალოდ უყვარდე ადამიანებს. ეს არ არის მხოლოდ ეკლესიები ააშენა, მონასტრები გააძლიერა, იქ ეპარქიები გააკეთა, ეს არ არის მხოლოდ ამ ღვაწლზე არ არის საუბარი. აქ არის სახალხოობაზე საუბარი. აი რამდენად ახლოა შენი პიროვნება ხალხთან, შენს სამწყსოსთან, რომ აი ასეთ დონეზე შეუძლიათ რომ უყვარდე. იმიტომ რომ ქართველებმა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი და უანგარო სიყვარული ვიცით, მათ შორის ხანდახან მტრისაც. ხო, მიუხედავად ამისა, ხო, მაინც ძალიან რთულია ქართველს შეაყვარო თავი. ძალიან რთულია. მაგრამ თუ შეგიყვარა, ნუ ბოლომდე სისხლის ბოლო წვეთამდე უყვარხარ და ეს ერთის მხრივ კარგია, უბრალოდ რიგ შემთხვევებში ეს კარგია, რიგ შემთხვევაში ვიღაცისთვის შეიძლება არც თუ ისე მისაღები იყოს რიგ შემთხვევებში. ხო. და მე მინდა რომ ღმერთმა ინებოს ისე და მე მგონია რომ ღმერთის ნებით ხდება ყველაფერი. ღმერთმა ინებოს ისე რომ უწმინდესი შიოს ღვაწლი ყოფილიყოს ტოლფასი ილია მეორესი და ყოფილიყოს ბევრად უფრო მსუბუქი ამ ღვაწლის და მიზნების მიღწევა, ვიდრე ეს მოუწია ილია მეორეს. ვუსურვებ შიოს ჩვენს ახალ უწმინდეს და უნეტარეს, რომ იმ რანგის სიყვარული დაემსახურებიოს, რაც დაიმსახურა ილია მეორე. მე დავამთავრებ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს, უბრალოდ ძალიან საოცარი რაღაცა მოხდა. ილია მეორეს პანაშვიდები რო იყო პირველ გადასვენების, აი უკვე სამებაში რო გადაასვენეს, ხო, მინდოდა რომ იმ დღესვე წავსულიყავით, მაგრამ ნუ რაღაცა მიზეზების გამო ვერ წავედით მე და ჩემი მეუღლე და ჩემი ბავშვი. და ამიტომ ჩემ შვილს უთხარი რომ უთხარით ორივემ რომ აი ხვალე წავიდეთ საღამოს და პატრიარქი დავაფასოთ. მივიდეთ პანაშვიდზე თქო და რო თქვი ამასობაში დამირეკეს რაჭიდან, იქ რაღაცა საქმეები გამოჩნდა, იქ მისახმარებელი იყო რაღაცეები და მოკლედ რაჭაში მიწევდა წასვლა. და ისე ხდებოდა რომ ვეღარ ვასწრებდით უკვე ამ საქმეებს, საერთოდ ვეღარ შვებოდით რა, უკვე ვეღარ ვასწრებდით, რომ პატრიარქის პანაშვიდზე რო წავსულიყავით, იქ დრო ხო არის, რამ ხალხი 7 და 8 საათი იდგა, ეს 8 საათი რო დამეკარგა, მე იმას ვეღარ ვასწრებდი, რაზეც მიხმარება ჭირდებოდა ხალხს და ესე დილემის წინაშე დავდექით და საღამოზე მე და ჩემი მეუღლე საუბრობდით და მოვიდა ჩემი ბავშვი. და აბა არ მივდივართო იკითხა და მამა მეთქი ვეღარ ვასწრებთ და თუ შეიძლება რომ მერე რო ჩამოვალთ მეთქი რაჭიდან საფლავზე მივიდეთ და იქ დავაფასოთ მეთქი პატრიარქი თქო და ესე იგი არასოდეს ჩემ ბავშვს მსგავს რაღაცაზე ტირილი არასდროს არ დაუწყია, რომ აი რაღაცა არ არის ჭირვეული ბავშვი მოკლედ ესე რო ვთქვათ და ნუ ატეხა ერთი ამბავი. მართლა ერთი ამბავი ატეხა უბრალოდ. აი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ტირის ნუ ცხარე ცრემლით და ჩემ მეუღლეს უთხარი რომ მეთქი აი
მეთქი ეს ნიშანია რა, რომ უნდა წავიდეთ, ყველა ვარიანტში უნდა წავიდეთ მეთქი და წავედით. რომ მივედით ტაქსით წავედით, მანქანასახში დავტოვე, აი ეს ის დღე იყო ზუსტად აი ქოლგებით რო არის ფოტო გადაღებული. ნაკადი ქოლგებით რო დგას სამების ეზოში, აი ზუსტად ის დღე არის და წვიმს. ხო და მაშინავლაბრის მეტროსთან რო გააჩერა ტაქსმა, იქიდან ფეხით რო წავედით, ჩემდა საბედნიეროდ, არ ვიცი რა მოხდა იმ დღეს, როგორ იყო, მაგრამ ხალხიავლაბრის მეტროსთან ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ჩვენ ჩქარი ნაბიჯით რო წავედით, მალევე ავედით სამების გალავანთან. ხო და სამების გალავანთან იყო უკვე როგორც იცი, აი ნაწილ-ნაწილ უშვებდნენ ხალხს, გადაკეტილი იყო და რაღაც რაოდენობა შეუშვებდნენ, მერე გააჩერებდნენ, მერე კიდე შეუშვებდნენ და ესე ზუსტად დაახლოებით იქ გალავანთან მისვლიდან ზუსტად 2 საათიც არ დაჭირდა, რომ უკვე ვიყავით სამების შესასვლელ კარებთან. დაახლოებით 3 საათი დაგვჭირდა, რომ მთლიანად შევსულიყავით უკვე შიგნით პანაშვიდზე უკვე. შევედით, დავაფასეთ პატრიარქი და გამოვედით ზუსტად 3 საათში. როცა ჩემი მეგობრები იდგნენ იქ და ზოგი 8 საათი იდგა, ზოგმა ღამე გაათია და რა ვიცი, აი ძალიან დიდი ხანი უწევდა ხალხს დგომა რიგში და ერთ საოცარი რაღაცა ნახე. გარდა იმისა, რომ ერთს ულოვნება და ამდენი ხალხი ერთმანეთს უსამძიმრებდით. ყველა, აი უსიტყვოდ, ჩუმად, მდუმარებით რაღაცნაირად, მაგრამ აი ჩემი ბავშვიც ჩუმად იყო და ესე ამ დინებას მიყვებოდით ნელ-ნელა და აი ხო შეიძლება ამდენი 1000 ადამიანი დგას, ხო? ან ვიღაცას ფეხი ფეხზე დაედგას ან რაღაცა და ხმაურს იწვევს მაინც ეს, ხო? აი მხელა შეჯგუფული ხალხი რომ მიედინება. აბსოლუტურად სიჩუმე იყო. აბსოლუტური სიჩუმე. მარტო ისმოდა წვიმის წვეთების ხმა ქოლგებზე და ფეხის. ეს იმდენად რაღაცნაირი სანახავი იყო რა, ეხლა რა ვთქვა, კარგი სანახავი რა, რააც იყო პანაშვიდზე წასული ადამიანები, როგორ შეიძლება ეს კარგი სანახავი იყოს, ხო? მაგრამ აი იმდენად დიდი მოწიწება იყო ერთმანეთის პატრიარქიდან გამომდინარე, რომ რაღაცნაირად ბედნიერად გაგრძნობინებდა თავს. და ესეთი რაღაცეები შეუძლიათ მარტო უდიდეს ადამიანებს. მე არ მინდა დავასწრო მოვლენებს და რაღაცა ჩემი აზრი გამოვხატო მის წმინდანობასთან და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან დიდ ადამიანს შეუძლია მხოლოდ აი ამ ხელა პატივისცემის მოპოვება. უთავმდაბლესობით აი ამ ხელას სიყვარულის მოპოვება. თელს ჩვენს ქვეყნის მასშტაბით. კაცი, რომლის გამოც ყველა სარწმუნოების ადამიანი გაჩერდა და მოვიდა და დააფასა. არ არსებობდა რელიგია, არ არსებობდა სარწმუნოება, რა ვიცი, მე კრიშნაიდობიდან დაწყებული, დამთავრებული, რა ვიცი, ბუდისტებით, მე მგონი ყველა მივიდა და პატივისცა ჩვენს პატრიარქს. ამას მხოლოდ ეკლესიები გააერთიანა და სამრევლო გაზარდა არ შვენის. ამას რაღაც კიდე სხვა ჭირდება, რაც ჰქონდა ჩვენს პატრიარქს და ეს დიდებულება უკვე ღმერთისგან მომდინარეობს. ამას ადამიანი ვერ იზავ. და მადლობა ყველაფრისთვის ჩვენს პატრიარქს. მისი
დიდებული მოღვაწეობისთვის. დავამთავროთ ახლა პატრიარქზე საუბარი. გავაგრძელოთ საუბარი შემდგომ მოვლენებზე, რაც საქართველოში მოხდა მერე და მერე. ნუ ძალიან ბევრმა რო თქვა ეხლა რომ ვიღაცამ სახე გამოაჩინა თქო რა ვიცი რა დიდი ხანია უკვე დავინახეთ და დაგინახეთ ვიღაცეები რა და არ გამკვირვებია არავის რეაქცია არც პატრიარქის სიკვდილთან დაკავშირებით უпростоრად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და არც ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. ნუ მათი პოზიცია ეხლა ნუ აი ჩემთვის რა გითხრათ ეხლა. გასაგებია უკვე თქვენ ვინც ხართ და აი რა ვქნა ღმერთმა ჭკუაზე მოგიყვანოთ რა, მეც ვერაფერს ვერ გეტყვით რა, მე რა გიშველოთ. ღმერთი თუ გიშველით თქვენ, თორემ მე ვერაფერს ვერ გიშველით და ვერც ვერავინ. უბრალოდ იმიტომ რომ თქვენი საშველი მხოლოდ ღმერთშია რა. ღმერთი თუ გიშველით მარტო, მეტი ვერავინ ვერ გიშველით თქვენ. აი ვინც აი ესე ბილწს იტყვაობდით, რაღაცა საოცრებებს წერდით პატრიარქთან დაკავშირებით და ვიღაცა აიათოლებს და ვიღაცებს რო ადარებდით პატრიარქს და ნუ აი სტატუსები ყველაფერი მე მაქვს საკითხული საკმაოდ ცუდი ვიღაცები ბილწს იტყვაობდით კიდევაც და მე ეს ხალხი დგებით აი თქვენი თვალით ხო ნახეთ არა რომ გასაგებია ეხა იქ მიშას მომხრეც იყო პეტრეს მომხრეც იყო პავლეს მომხრეც იყო და ყველა მისი სპექტრის წარმომადგენლების მომხრეები იყვნენ ამ პანაშვიდზე, იმიტომ რომ მეტი ამაზე დიდი პიროვნება საქართველოში უახლოვეს წარსულში 50 წლის განმავლობაში არავინ არ წასულა იმ ქვეყანაზე. ეს იყო ჩვენი პატრიარქი და გასაგებია რომ მასშტაბი იმხელა იყო რომ იქ ყველა იყო. ნუ ეხა მიშას მომხრეა მე რაღაცა მიშა მოწონს თავის გზაზე გაუმარჯოს თუ მოწონს რა მაგრამ მთავარია ქრისტე მოწონს ხო და ჩემთვის ახლა არ აქვს მნიშვნელობა ის რა პოლიტიკური წამსის არის ამ შემთხვევაში რა როცა საქმე ეხება ილია მეურეს და მოვიდა და ამდენი ხალხი ხო გასაგებია და გამოდიხარ და შენ ამ ხალხს ლანძღავ ნუ ილია მეურეს რო ლანძღავ გასაგებია უკვე ნუ ამას უკვე თვითონ ილია მეორემ თქვა რომ ილოცეთო იმათვისო და ნუ კაი ნუ გავიგებთ ქრისტიანი კაცი იყო და არ აქცევდა ამას როგორ არ აქცევდა ალბათ ნერვიულობდა იმიტომ რომ არ არსებობს ხა ამ ხელოსილის სამებები რომ არ მოქმედებდეს ადამიანზე გამორიცხულია რაც არ უნდა ღვთისმიერი ადამიანი იყო ხო ისეთ ცილის წამებებზეა თან საუბარი რომ ნუ ხა იმოქმედებდა ბუნებრივია რა მაგრამ ნუ ის პატრიარქი იყო და მისი ვალი იყო ეგ თავმდაბლობა მისი ვალი იყო მდუმარება და მისი ვალი იყო ღვთის წინაშე ბევრი რამე რაც მოითმინა და დაითმინა რა იმიტომ რომ ეს ფაქტიურად რა ვიცი მოწამეობრივად იყო ბოლო 20 წელი ადამიანი რა ვიცი რა აღარ აკადრეს და რა ცილი აღარ დასწამეს და ნუ რა წალახში აღარ ამოავლეს მაგრამ აი თქვენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ტიპები რომ გამოდიხართ მე იქ რაღაცეებს წერდით თქვენ როგორ გგონიათ ახლა რომ აი ამ სტატუსების საკითხვის მერე რა მოხდება თქვენ რო არაფრის გადამტრიალებლები არ ხართ ნუ ეს გამოჩნდა და კიდევ ბევრჯერ გამოჩნდება იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ის ძალა ვისაც ხალხი გამოყვება და ვინც ვინმეს გადაატრიალებს რა ნუ ამის ილუზია თუ ვინმეს აქვს ნუ კარგად გამოიძინოს მაშინ და აღარ ექნება ეს ილუზია მაგრამ ნუ არჩევნებით ხო გინდათ როდესღაც რომ რაღაცა არჩევნები მაინც მოიგოთ ხო ნუ აი ესეთი ლანძღვით იმ ადამიანებისთვის ვისთვისაც რელიგია კი არა სარწმუნოება და ზოგადად დიდი ადამიანების დანახვა და დაფასება ვისაც შეუძლია ხო აი ამ ხალხის ლანძღვა თქვენ როგორ გგონიათ მოგაგებინებთ როდესმე არჩევნებს თან ამდენი ხალხის აი ნუ მე მართლა მაინტერესებს აი გულწრფელად მაინტერესებს
რომ გამოხვალდა სარწმუნოებას რომ შემიგინებდა პატრიარქს შემიგინებდა ახალ პატრიარქს იტყვი საგინებელს რუსიაო იძახი და საგინებელია ჩემთვის და ყველა ნორმალური ადამიანისთვის და ასე მიდიხართ აქეთ ხო აი როგორ გონიათ ეხა მე აი და ჩემნაირი კიდე ბევრი არის ხო ამ ქვეყანაში და ვინც ესე ფიქრობს ზოგადად რომ აი რანაირად წარმოგიდგენიათ რომ თქვენ არჩევნებს მოიგებთ აი როგორ წარმოგიდგენიათ ხო გამორიცხულია ეგ ამბავი ხო აი დღეს ეხლა გამოვიდნენ ტელევიზიით და რაღაცა აქციებს აანონსებენ ისევე და შეიკრიბა ეს ძველი ნაცები, ახალი ნაცები, შუა პერიოდის ნაცები და ბოლოს ნაცები და რაღაცა გაერთიანდნენ ერთად და შეიკრიბნენ ახლა ესეთ ესენი, ჭოლა რომ ამბობს ხო იმ გადაცემაში, შეიკრიბნენ ახლა ესენი ერთად და რაღაცებს შვებიან. დავიღალეთ რა, დავიღალეთ. მე ამაზე ჩვენი რეაქცია სხვანაირია, მე ჩვენც ღიზიანდებით, ჩვენც რაღაცა სხვანაირად რეაგირებთ და მე ამას მოყვება ის რომ აი შენ ისა ხარ და ნაცი ხარ და კოცი ხარ, რა თუ ნაცობა და კოცობა. გამოხვედი და ჩემთვის მნიშვნელოვან და ჩემთვის წმინდას და სუფთას მიგინებ. სარწმუნოებას მიგინებ. იმ ადამიანებს მიგინებ, ვინც ჩემთვის ავტორიტეტია და ვინც მართლა რაღაცას წარმოადგენს ჩემთვის და ჩემნაირებისთვის. სიწმინდეს მიგინებ. ხატებს მიბილწავ. ყველაფერს ამას კადრულობ, გამიგე და მე ჩემგან გინდა რომ რატო არ მომეცი ხმაო? არ მოგეცი ხმა, იმიტომ რომ რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ძვირფასი არის. იმას ყველაფერს აყენებ შეურაცხყოფას. და შენ რო ძალაუფლება მოგცე, რას იზავ მე? აი მართლა მაინტერესებს, აი მე რას იზავ? შენ რო ძალაუფლება მოგცე. ჯერ ძალაუფლება არ აქვს და ასეთებს კადრულობ და მე რო შენ ძალაუფლება მოგცე, მე რაღაც იზავ. ნუ რასაც იზავ, იცი კაცო, ხო შვებოდით. აგე რა. 10-15 წლის უკან. ხო, აკეთებდით ამას, ხო, არ მოგიგონეს რაღაცეები, ხო? ანუ აკეთებდით ამას, შვებოდით ამას რა. რაღაცეები რომც მოეგონებინათ თქვენთვის, ხო? რაღაცეები ხო არ მოუგონებიათ. ხო, ფაქტებია, აგერ ადამიანები გამოდიან და მე ეს მიქნეს, მე ის მიქნეს, იძახიან რა. თქვენ გონიათ ყველა მათგანს ესე ფული გადაუხადეს და ესე ალაპარაკეს რაღაცეები, რაც ციდან მოტანილი? ესე არ ხდება ეს. ხო, კვამლიო უცეცხლო თუ არ ჩდებაო, ხო? აი დაახლოებით ეგეთი ვარიანტი არის რა. მაგრამ დავანებოთ ამასაც თავი, შევეშვათ, ყველას ღმერთმა თავის გზაზე გაუმარჯოს კაცო. არ მინდა ხოლმე რომ რაღაცა განკითხვები და ისინი და რაღაცა, მაგრამ ბიჭო, ვიძლევით ამის მიზეზს რა. ნუ მომცემ კაცო და არ განგიკითხავ რა. ნუ მომცემ განკითხვის მიზეზს და არ განგიკითხავ რა. დამთავრებული ამბავია. ხო, ეს ეხება არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ეს ეხება სულიერ მოძღვრებსაც და ბევრ ვინმეს რა. მარტო ჩემზე რომ მოქმედებს არ განიკითხო, კაცო, რას ქვია არ განვიკითხო. როგორ არ განვიკითხო? ნუ თავი დავიბრმაო, კაი შემოგწირა ვიღაცამ ძვირიანი მანქანა. მრევლმა ვიღაცამ. ტომ ფორდის სათვალე ხო არ შემოგწირა ვიღაცამ, ტომ ფორდის სათვალე რო გიკეთია 5000 ლარიანი, ის ხო არ შემოგწირა ვიღაცამ, მრევლმა. 100 ლარიანი აპრავიდან ვერ იხედები? 3000-იანი უნდა გეკეთოს? როცა მაინტერესებს რა. კაი ის გაჩუქა ვიღაც მთავრობამ ჯიპი. პორშე თუ რაღაცა მაზერატი გაჩუქა და რაღაცა გაჩუქა კიდე ხო რა ყველაფერი ჩუქებათი ითვლება დღეს თუ რაღაცა და ვიღაცამ გაჩუქა რაღაცეები გავიგე შემოგწირა და შენ კი არ უთხარი რომ აი მე რა შვილო აგერ რა შენი სულიერი ძმა არის და არის ეგერ და გულის ფული არა აქვს და შენ აგერ მე რომ ამ ხელა ჯიპს მაძლევ
რაღაცა შეეწიე რა იმასაც. კაი, ნუ ამბობ ვარს ამ ჯიპზე აიღე, ხო? რა ვიცი, მეთმა შეგარგოს. ალბათ, ხო, მაგრამ იმაზეც უთხარი რა, რომ აი ესეო რა. იმასაც მიხედეთ ხო რა, მარტო მე რომ აძლევ რაღაცეებს თქო. ეგერ შიმშილით კვდება ეგერ შენი სულიერი და თუ ძმა და იქნებ რაღაცნაირად მიხედო, იქნება ისე წაეშველო იმ ადამიანსაც ისე რომ ფული კი არ მისცე კაცო, მაგრამ აი შენ ხო გააქვს ბიზნესი გააქვს, რაღაცა გააქვს, ჩართე ისიც რაღაცა დააწყებინე სამსახური, 2 კაპიკი აშორნინე იმასაც, რომ სახში პურის ფული გაუჩნდეს ადამიანს, ხო? ამას არ ამბობთ. ალბათ ამბობთ ვიღაცები შეიძლება არც ამბობთ. მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ ტომ ფორდის საправით რომ გამომეცხადები, ხო, სულიერი ვინც ხარ და რაც გვქვია, ხო? რა მიჩნდება კითხვა რა, რატო 100 ლარიანი აправით ვერ იხედები? 3000 ის რა ქვია ლარი ეს მინიმუმს ვამბობ, შეიძლება უფრო მეტი ღირდეს, იმიტომ რომ მე ჩემი ერთ-ერთი ჰობი არის სათვალეები და სათვალეების კოლექცია მაქვს მე ნორმალური. და ვიცი მე ვერ ყვევი სათვალეების რაღაცეებში რა და ვიცი რა. აი ტომ ფორდის ეგ აправიანი სათვალე რო გიკეთია, ეგ მინიმუმ ღირს 3000 ლარი. თუ მეტი არა. ეგ ვინ შემოგწირა? გამაშია საუბარი და თუ ობიექტურობას საუბრობთ, ხო, ობიექტურობაზე უნდა ვისაუბროთ რა. ეს არის ობიექტურობა. ობიექტურობა არის ის, რომ და აკლემი უფრო გაძრებაო ნემსის ყუნჩიო, ვიდრე მდიდარი შევა სასუფეველშიო. ესეც წერია კაცო სახარებაში რა და შენახა ფუფუნება მოგინდა და ის რა ქვია ნეაბა როგორ ვია, რომ წელი მткиვდება კოლხოზნიკით, რომ დავდივარ თუ რაღაცა. გაუგებარია რაღაცეები რა ჩვენთვის ადამიანებისთვის და არა განიკითხოს სანამ იტყვი, ხო? მანამდე უნდა თქვა, რატომ მომეცი? იმის საბაბი რო განგიკითხო. ხო? იმიტომ რომ შენით ადამიანი ცოდვაში ვარდებიან. შენი ქცევით, შენი გარეგნული ფორმით, შენი რაღაცეებით ვარდებიან ცოდვაში, იმიტომ რომ განკითხვაში ვარდებიან და შენი გულისთვის რომ ვიღაცა განკითხვაში ვარდება, ხო, ეს ცოდვა არის შენზე. კონკრეტულად არავის ესე პიროვნულად არ მივმართავ ახლა, თუმცა ეგეც შემიძლია სახელებით ვიტყვი მე ვინ და აბსოლუტურად არ მაინტერესებს ვის ეწყინება, ვის არ ეწყინება რა. იმიტომ რომ თქვენი ქცევით ღმერთს წინს ბიძია და რა ვიცი, აბა დაფიქრდით, იქნება არ გიღირდეთ ეგ ჯიპი მაგათ. მოკლედ მე მინდა რომ ამ თემაზე დავასრულო ახლა საუბარი ზოგადად პატრიარქზე, საპატრიარქოზე, ხალხზე, რომელიც მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ, ხალხზე, ვინც აგინებდნენ და მერე უცბად განსპეტაკდნენ და ასეთები ბევრი იყო, დაწყებული გვარამიებიდან დამთავრებული, რა ვიცი, მე ყველა ეხა ვინც არიან ცალკე შეჯგუფებულები რო არიან ეხა რაღაცებს რო გეგმავენ, ხო? აი ეგენი ყველა ლანძღავდა პატრიარქსაც და ყველა მათგანი მერე შეძურა პატრიარქის კუბოს ქვეშ. გამიგეთ? აი ეს ქვია შეძურნენ პატრიარქის კუბოს ქვეშ, რომ მეც მომაკიდინეთ ხელიო, გაიგე? ესე დაიძახეს, მაგრამ ბიჭო არა გვაქვს რა თევზის მეხსიერება და რაღაცებს ვიმახსოვრებთ ხალხი რა და რაღაცები გვახსოვს რა და მოდი რა თუ რაღაცას ამბობდი ერთხელ ბოლომდე იმ ჩვენებაზე დარჩი რა ყოველ 2 დღეში რო ცვლით რაღაცეებს რა და ქემაინც მეწოდინება რომ აი მან ეს თქვა ძმაო და პრინციპული ტიპია და ბოლომდე ამას აწვება რაღაცას რო იტყვით კიდე კეთილი ინებეთ და ან მაგის მტკიცებულებები დადეთ ბიძია ან არა და ესე
ჭორაობის დონეზე დაყვანილია უკვე ყველაფერი. პოლიტიკიდან დაწყებული, დამთავრებული რა ქუჩით და დამთავრებული ყველაფრით. უკვე ჭორის დონეზე ხდება ყველაფერი რა. იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, გადაუმოწმებელი ინფორმაცია გადაამოწმე მერე. ჯერ და მერე გახსენი პირი. დაილაპარაკე, ხო? გახსენით პირი მაშინ, როცა გაქვთ მტკიცებულება და ვიღაცა რო გეტყვის, აბა როდის იყო ეს, რომ ააფარო სახეზე, აგერ ბატონო, ასე იყო. და თუ ეს არ გაგაჩნიათ, ხო? ჭორა ეჭორავეთ იმეებს, რა ქვია, ყავაზე, მეზობლებს. რავი, და იმეებს, რა ქვია, ათესავებს. თუ მისთანაც ჭორავთ ხოლმე, რავი, რა ვენ უკვე ყველასთან ჭორავთ. ჩვენ უკვე როგორი ქვეყანა გავხდით, იცი? აი უბრალოდ ვაპირებდით მაგ ქვეყანად ჩამოყალიბებას, მაგრამ ნუ რაღაცნაირად დავატორმუზეთ რა, მივხვდით ვიღაცები, მე ჩემნაირები კიდე ბევრია, რომ არ შეიძლება რა. აი მაგალითად დღესდღეობით ეხა აი უბრალოდ ცოტა ხნის უკან ესეთი ის იყო, რა ქვია, მოდაში, რომ თუ ადამიანი რაღაც ცოტა რბილად არ ილაპარაკებდა, ხო, გაუნათლებელი იყო. ანუ განათლებულობის მას რა ქვია, დიპლომს გაძლევდა შენ ესე თუ დაილაპარაკებდი. ახლა მე რო ესე ვილაპარაკო და ესე ცოტა რაღაცა ესე დავждე და ესე განვიხილოთ ახლა ჩვენ რაღაცა აი ცოტა რაღაცა ის რა ქვია, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები როგორც საუბრობენ ხოლმე, ხო? აი ესე თუ არ ლაპარაკობ დღეს, ხო? გაუნათლებელ ტიპად ითვლები. ანუ თუ ჩვეულებრივად საუბრობ ჩვეულებრივად ადამიანურად, რობოტულად კი არა და ისე კი არა, აი ტრენდი როგორიც არის. აი ჩვეულებრივად თუ საუბრობთ ადამიანები, ესე იგი ჩვენ ვართ უკითხურები, უწიგნურები, გაუნათლებლები და და თუ ესე ვსაუბრობთ, ეხლა მე რო ესე ვისაუბრო და ესე რაღაცა და აქ დავიდებ რაღაცა წიგნებს, მას რა ქვია, ფაუსტი და რაღაცეებს და აქეთ რაღაცა ესე ქვია, ნიცშე და რაღაცეებს წიგნებს დავდებ ასე და კადრი იქნება ასე წიგნებზე, რომ აქ ხა წიგნები მაქვს და არის ნიცშე ერთ-ერთი. ხო, და მაკიაველი და ვიღაცეები ხ ჩამოთვლილი რაღაცა და კოელიო ხო კოელიო განათლებულების ის არის მწერალი. უნიჭობის პიკი. მაგრამ ნუ ხო გამიგე და აი ესე დავდებ ხა რაღაც წიგნებს და ვილაპარაკებ ესე. სხვაშორის ძალიან საინტერესოდ რაღაცა შემიძლია ეს დავარბილო მეც. და ვიქნები განათლებული თქვენ თვალში. ძალიან მაინტერესებს. და თუ ესე ვსაუბრობ ჩვეულებრივად ადამიანურად, ესე იგი ისა ვარ გაუნათლებელი, უწიგნური და რა ვიცი 1000 რაღაცა კიდე და მათ შორის რა ქვია, ჰომოფობი. თუ რა ვიცი რამდენიმე სიძახით ხოლმე ვეღარ ვიმახსოვრებ უკვე იმდენ რაღაცას ამბობთ ხოლმე, რომ უკვე დამახსოვრებას მეზარება, რომ აი ძალიან მეზარებით უკვე. ნუ აი იმიტომ რომ გაუნათლებლები რო ხართ თქვენ თვითონ და გგონიათ რომ რახან დაარბილებთ საუბარს და ცოტა ქალურად ისაუბრებთ კაცები, ამითი თქვენი ნაკითხობა გამოჩნდება, ეს არის აბსოლუტური სისულელე. ელდარ შენგელაია რო დაილაპარაკებ და აზრს ვერ გაიგებდი ადამიანი. გინდა ინტერვიუში ისედაც რო დაილაპარაკებ და აი ინტერვიუები ნახეთ ელდარ შენგელაიას ინტერვიუები ნებისმიერი ჩარტერი. შეიძლება ვერ გაიგო რას ლაპარაკობს. მე ჩემი უსაყვარლესი რეჟისორი იყო ელდარ შენგელაია. კინოში მე ვთვლი რომ ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი ქართულ და საბჭოთა სივრცეში და რო დაილაპარაკე ვერ გაიგებდი რას ამბობდა რა. შეიძლება მართლა დაგეჯერებინა რომ გაუნათლებელი ადამიანი იყო, მაგრამ გაუნათლებელი იყო კაცო? ხო, არ იყო ესე. და არც არის ესე. თქვენი ნაზური ლაპარაკით არ გამოჩნდება რომ თქვენ ხართ განათლებულები ნაღდათ.
მე გეუბნებით ნაზურად, ეხლა თქვენებურად გეუბნებით, რომ გაუნათლებლობის პიკები ხართ ნაღდად. ნუ აი ესე თუ გელაპარაკებით, ესე იგი მე განათლებული ვარ და თქვენ გაუნათლებლები ხართ? თუ აი რა არის ეს რა ტრენდია, რა ტენდენცია, გვარამია რომ გამინაზდა ეხლა მიშას დროს რომ პროკურორი იყო, ჩემზე მსუქანი რო იყო და კისერს ვერ ამოძრავებდა, მაშინ სხვანაირად ლაპარაკობდა და ეხლა ლაპარაკობს ნაზურად და ესე იგი ტრენდი არის, თუ განათლდა. ანუ ნაზურად თუ ილაპარაკებ, ესე იგი განათლებული ხარ? ეგ არის შტამპი მაგისი? ნუ არ მესმის, ნუ ბევრი რამე არ მესმის უკვე. და ძალიანაც მეზარება გაგება რა. ვინც აინტერესოს ამბობს რაღაცეებს, აი არჩიბალდ მეკეშია მაგალითად ადამიანი, რომელიც მართლა რაღაც აინტერესოებს იძახის და რაღაცეებს ვეთანხმები ინტერნეტ სივრცეში მაქვს საუბარი რა. არიან ვიღაცეები, ვინც მართლა რაღაცა კარგს იძახიან ამ ქვეყნისთვის და მართლა კარგ რაღაცეებს ამბობენ და ნაკითხი აქვთ და წაკითხული აქვთ და განათლებული არიან მართლა მაგ რაღაცეებში. ხო? აი, ადექით და უყურეთ ამ ადამიანებს რა. ეს რაღაცა შემოგდებული რაღაცა ძვალივით. აჰა, თქვენ ეს გამოხარით, იმიტომ თქვენ ვისახართ კაცო, გაუნათლებლები. ტუპოი ხარ ჭყალებში, ტუპოები ხარ თქვენ და მოდი რა ღრღენით თქვენ ეს ქვია ნეოლიბერალიზმური ძვალი და ჩვენ აქეთ აი ხორც შევჭამთ კაცო რა თქვენ ხარჯზე და თქვენს ამ ძვალს გახავთ და ღრნით და რა ვიცი მე ხან ვის უფლებებს იცავთ, ხან ვის უფლებებს იცავთ. თქვენ თვითონ არიცით ვის უფლებებს იცავთ, მე რატო იცავთ, ეგეც არიცით და ნუ რამდენი რამე არიცით უკვე. რა ნუ ეს გამოჩნდა რა, აგერ უახლოეს 15 წლის განმავლობაში გამოჩნდა რა, ფაქტი არის ეს, ხა მე კი არ ვიგონებ რაღაცას. მაგრამ არიან ინტერნეტ სივრცეში ისეთი ხალხიც, აი წეგანაც თქვი, ხო, არჩიბალდ მეკეში არის ესეთი სათაურით. ნუ ალბათ ის მაინც იცით, რომ არჩიბალდ მეკეში პერსონაჟის სახელი არის ერთ-ერთი ნაწარმოებიდან, არც გეტყვით რომელი ნაწარმოებიდან და ფსევდონიმად აქვს აღებული ადამიანს და აი ეს ბიჭი შვენიერ რაღაცებს იძახის. მე გამოწერილიც მყავს ეს ადამიანი, იმიტომ რომ მართლა საინტერესო რაღაცებს ამბობს. მართლა ბევრ რამეში ემთხვევა ჩემი შეხედულებები რაღაც საკითხებთან. უბრალოდ მე ვამბობ, რომ ის ბევრად განათლებულია ჩემზე მაგ საკითხებში, იმიტომ რომ მე ჩემი პროფესია არის მსახიობობა და რეჟისორობა და მე ხლა არა ვარ ესე პოლიტიკურად განათლებული და რაღაცეები, უბრალოდ ლოგიკა გააჩნია რაღაცებს, რაც როცა ირღვევა და ის რაღაცა ლოგიკის ჯაჭვი მაინც გაწყდება ერთი, ის ჩემთვის არის საგანგაშო და მე თუ ამას აი ამითი ავხსნი, ის ამას დეტალებში ახსნის და დეტალებში ხსნის. და გამოიწერეთ ის ადამიანი, საინტერესოა. ბევრ რამეზე, ბევრ კარგ რამეს ამბობს, ბევრ საკითხთან დაკავშირებით და უყურეთ. ხო, ეს ნაზურად ლაპარაკები არ გაქცევთ რა, განათლებულებად. I promise. მოკლედ დღევანდელი გადაცემა მე მინდა ამითი დავამთავრო, იმიტომ რომ აღარ მინდა რომ გადაგღალოთ დიდი ხანი, მაინც აღვადგინეთ ხა და მინდა რომ ცოტა უფრო ლაკონურად ვისაუბრო რაღაცეებზე და მინდა რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, მინდა რომ გვერდში დამიდგეთ, მინდა რომ ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში და მინდა რომ ვესაუბროთ ერთმანეთს გახსნილად და არა შეურაცხმყოფელად. სხვადასხვა ეს ორი ჩვენ შეიძლება სხვადასხვანაირად აღვიქვავდეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და რაღაცა მოვლენებს, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მეც და თქვენს და ყველა მხარეს მდგომ ადამიანს რაღაცა პროცესის გამოკლებით უნდათ, რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთესი და ყოველ
ყოველ 10 და 20 წელიწადში ერთხელ არ გვიწევდეს ერთი და იგივე წრეზე ტრიალი და ერთი და იგივე საკითხების გავლა. უნდა ვიცოდეთ, რომ ის საკითხები უკვე გავლილია, დახურულია, დამთავრდა. მოიწონეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, რისთვისაც წინასწარ დიდ მადლობას გიხდით. გადაბრძანდით YouTube-ზე და უყურეთ სრულ ვიდეოს. ვინც YouTube-ზე უყურებთ ჩემ ვიდეოებს, გადაბრძანდით და TikTok-ზეც დამიდექით გვერდში და გამოიწერეთ ჩემი არხი. წინასწარ მინდა რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც შემორჩით ჩემ აუდიტორიას და ძალიან მიყვარხართ ჩვენი პატრიარქის სიტყვებს გავიმეორებ, საქართველო მიყვარხართ. აბა კარგად.